დილა მშვიდობისა. ბიბლიოგრაფიული ცნობები და გამომცემლის წყაროს სტატია ხელმისაწვდომია აღწერილობაში, ვიდეოს მიხედვით. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას, მეგეპატიჟებით ამ YouTube არხის გამოწერას. უფასოა. ასევე, გთხოვთ, შეგიძლიათ დააჭიროთ თითს, რომელიც მიუთითებს ზემოთ. აღწერილობითი სტატისტიკის გამოყენება ძალიან ხშირია სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებში. ნორმალური განაწილების შემდეგ თანაფარდობისა და ინტერვალის მონაცემებისთვის ყველაზე გავრცელებული აღწერითი სტატისტიკა არის საშუალო და სტანდარტული გადახრა და მონაცემების ნორმალური განაწილების შემდეგ. ეს არის საშუალო და დიაპაზონი. ამასთან, სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალებში შეინიშნება, რომ საშუალო და სტანდარტული შეცდომა გამოიყენება ნიმუშის შიგნით ცვალებადობის აღსაწერად. ამრიგად, ჩვენ უნდა გვესმოდეს განსხვავება საშუალო და სტანდარტული გადახრის სტანდარტულ შეცდომას შორის. საშუალების სტანდარტული შეცდომა არის სიზუსტის ზომა მოსახლეობის სავარაუდო საშუალო მაჩვენებლისთვის. სტანდარტული გადახრა არის მონაცემთა ცვალებადობის საზომი მოსახლეობის ნიმუშის გარშემო. სტანდარტული გადახრისგან განსხვავებით, საშუალო სტანდარტული შეცდომა არ არის აღწერითი სტატისტიკა და არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ასეთი. ამასთან, ბევრი ავტორი არასწორად იყენებს საშუალო სტანდარტულ შეცდომას, როგორც აღწერილ სტატისტიკას, რათა შეაჯამოს მათ მონაცემებში ცვალებადობა, რადგან ეს ნაკლებია სტანდარტული გადახრაზე, რაც გულისხმობს არასწორად, რომ მათი გაზომვები უფრო ზუსტია. საშუალების სტანდარტული შეცდომა სწორად გამოიყენება მხოლოდ მოსახლეობის სავარაუდო საშუალების სიზუსტის დასადგენად. ამასთან, მაშინაც კი, სასურველია 95% ინდობის ინტერვალი. გარდა ამისა, საშუალო და სტანდარტული გადახრის ანგარიშგებისას, იმის ნაცვლად, რომ წერს ნიშნავს მეტნაკლებად სტანდარტულ გადახრა, წარმომადგენლობის უკეთესი გზა იქნება საშუალო სტანდარტული გადახრა, რადგან ეს შეამცირებს დაბნეულობის შანსს ნდობის ინტერვალთან.